უფალი რომ მოვამ საჯული, ჩემის ყველა საქმენი განშიშდება. იქიდან გამომდინარე, შიში დღაღატყობთ, ეს შიში იწვევს, ბუნებრივია. ანუ ჩემი შიში საფუძველი არის არა ის, რომ ღმერთია საშნელი, არამედ იმიტომ, რომ ჯერ მე ვერ განუწმენდილ ვარ. ჯერ და ამაში ჩემ ბრალეულობას უნდა ვხედავდე, იმიტომ რომ ზარმაცი ვარ, იმიტომ რომ გულისხმო ვარ, იმიტომ რომ კონცენტრირებული არა ვარ, იმიტომ რომ დროს კარგავ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჯერ კიდე მიყვარს ცოდვა და ასე შემდეგ. და ამიტომ შიში დღაღატყობთ შუაღამესა და აი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან შუაღამე პირდაპირ გაგებითაც რომ ადამიანს უნდა უყვარდეს ღამე ლოცვა, მაგრამ თავარი აქვს სულიერი გაგება. რა არის შუაღამე? ეს არის ის ბნელი დრო, როდესაც მე ქრისტეს ვერ ვხედავ. შეიძლება შუადღის მზე იყოს, მაგრამ შუაღამეა ჩემთვის, იმიტომ რომ ხილულ მზეს კი ვხედავ, მაგრამ ნამდვილ მზეს რო ვერ ვხედავ და მზეს რო ვერ ხედავ, ესე იგი შუაღამეა, ანუ სულიერი შუაღამეა და სულიერ შუაღამეს ვსაუბრობ და იმედი სად არის? ისევ შენახარ იმედი, როცა შენ გიღაღადებ. წმინდა ხარ შენ ღმერთო და კვლავ ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალე ჩვენ და კვლავ დიდი მეოხი წინაშე ძისა, თვისისა და ღვთისა ჩვენისა, დედა ღვთისა. აი ხედავთ, რამდენიმე მუხლი წავიკითხეთ ჩვენ დილის ლოცვის ტექსტებიდან და რამდენი სასარგებლო რამ შეიძლება გავიგოთ, ხო? და წარმოიდგინეთ, ეს ყოველდღიურად ამგვარად განცდილად, ამგვარად აღმოთქმული, ამგვარად ჩაფიქრებული თითოეულ სიტყვაში, რა სარგებელს ნახავს ქრისტიანი და როგორ გაიზრდება ის სულიერად, როგორ გაიხსნება მისთვის სახარება, როგორ ჩაღმავდება მისთვის იესოს ლოცვა და როგორ დატკბება მისთვის ზიარება. როცა ადამიანი ამ ყველაფერზე ფიქრობს, ამ ყველაფერს უღმავდება და შესაბამისად ცხოვრების წესში დანერგვას ცდილობს.